მოგესალმებით, მეგობრებო, მოკლედ დღეს ქეთი მყავს სტუმრად. მოგესალმებით. ქეთი დღეს ჩამოვიდა თბილისში იმ მიზნით, რომ მივსულიყავით ჩვენი პატრიარქის საფლავზე. ვიყავით საფლავზე, მოვილოცეთ, მოვედით ახლა სახლში ვართ. და მინდა აღნიშნო, რომ იგრძნობოდა ღვთაებრივი მადლი და სითბო. ილია მეორეს იმ ხელა ძალა ქონია, მე ხო თავშივე საუბრობდი ხოლმე, როცა გარდაიცვალა. შევიგრძენი, რომ იქ ადამიანი სულიერად აღდგენილი გამოდის და ცოცხლდება, ხელ მეორე სიცოცხლე იბადება. მოკლედ მინდა გითხრათ, მეგობრებო, ქეთი არის ძალიან თბილი, ძალიან უბრალო, მიუხედავად იმისა, ქუჩებში ხალხი შვილებს ფიცავარ, აი თუ გატყუებდეთ, ჩემი თვალით რაც დღეს ვნახე მართლა, ხალხი აი რომ მოვდიოდით ზურგიდან ქეთი სალამი, ქუჩაში ქალები გვაჩერებდნენ ფოტოებიო, მოკლედ ეკლესიაში არ უნდა ხდებოდეს ეს იმრა ზღვა ხალხი, კამერები, ფოტოები, თვითონ ტაძარში ნაკადი შემოვიდა, არ შეიძლება მე ვთხარი, გამოვადი, ყველა მიცნობს ხალხო, აი ყველა როგორ არ ვიცი, აი თუ მოგატყუო რა, მთელი თბილისი ფეხზე იდგა დღეს. ხო, რატო მე ჩემი თვალით ვნახე ქეთი. ამუყურა ამ ყველაფერს. მართლა მეგობრებო, აი იმ ხელა ოვაციები ძლივს გამოვედით ტაძრიდან და ქუჩაში მოგვდებდნენ. არ თქვათ ბავშვები, ქალები, ქეთი, ძალიან გთხოვ, ბოდიშის მოხდით ფოტო თუ შეიძლება, ის კი არა, თუ შეიძლება ფოტოები გადავიღოთო. მოკლედ რას ოვაციები იყო, აი კოცნიდნენ ბავშვები კოცნად ჩემი გულიდან და ჩემი მეხსიერებიდან არ ამოვა. ასე მიკრავდნენ ბავშვები გულში, როგორც ხაც, აი გავგიშდი. ეს იყო ჩემთვის, მინდა აღვი, ჩემი იაკოს, მეც პირველად ნახე დღეს თბილისში ეს გოგო. აიყო ჩემი TikTok-იდან მეცნობდი, არის უსაყვარლესი, უთბილესი თავმდებალი ადამიანი. აი მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი აქვს ცხოვრებაში და არაფერი აკლია და არ ცხოვრობს TikTok-ით, იაკო ეს უნდა იცოდეთ, კარგი სამსახური ჰქონდა, კარგი ოჯახია, კარგი შვილები ყავს და ამიტომ არც პიარი უნდა იაკოს, არც რეიტინგი უნდა და სხვებმა გაიყავით ეგ პიარი. იაკოს უნდა და ჩემთან კომუნიკაცია, მეგობრული თანადგომა, აი ეს ეკლესიაში სამებაში ღამის თევაზეც გვინდა მისვლა ერთად და ჩვენ ესეთი ტკბილად და თბილად გავაგრძელებთ ცხოვრებას, იმიტომ რომ იცის მან ჩემი ტკივილი ჩემშვის რო უკავშირდება და გვერდზე დამიდგა თავისი ადამიანური ფაქტორებით. ნამდვილად.